ნოდარ წიწარიშვილი, რომელიც გვიან ღამით აიყვანეს საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან, დგინდება, რომ გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. არ არის გამორიცხული, რომ დღესვე გადმოიყვანონ ის თბილისში და მოსამართლემ მის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით იმსჯელოს. რაც შეეხება დაკავებულ კიდევ 10 პირს, 4 ქალი გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება, ნაწილი არის დუშეთის იზოლატორში, ნაწილი კი საგარეჯოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში. უფლებადამცველები ელოდებიან, როდის შეიტანენ მათ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და სავარაუდოდ დღის განმავლობაში უნდა ჩაინიშნოს მათი სასამართლო პროცესი, თუმცა ამ შემთხვევაში უფლებადამცველები მიუთითებენ კიდევ ერთ დარღვევაზე. ადვოკატები ამბობენ, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავება უნდა იყოს 24 საათიანი, სწორედ 24 საათის შემდეგ უნდა იმსჯელოს სასამართლო აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თუმცა იურისტები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დაინერგა ისეთი პრაქტიკა, როდესაც ვადის გახანგრძლივებას ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეს ვადა არის უკვე 48 საათი. შესაბამისად, ახლა საინტერესოა, რას მოიმოქმედებს უწყება დღესვე იმსჯელებენ ამ ადამიანების პროცესებზე, თუ მათ წინასწარი მოთავსების იზოლატორებიდან გვიან ღამით გაათავისუფლებენ. ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვხედავთ დაკავებებს, უსაფუძვლო დაკავებებს და რეალურად ეს არის არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, არამედ დევნა, თავისუფალი აზრის დევნა, აზრის გამოხატვის. გუშინ მოხდა მორიგი დაკავება, ერთი პირი დააკავეს საკრებულოსთან და ის არის გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ველოდებით, როგორც წინა დღეს დაკავებული 10 პირის, ასევე გუშინ დაკავებული პირის სასამართლოს ხდომებს. დიდი ალბათობით 10 პირის შემთხვევაში ეს ხდომები უნდა გაიმართოს დღეს, ან მოხდეს მათი გათავისუფლება, ვინაიდან იწურება მაქსიმალური 48 საათი. დააყენეს ასეთი პრაქტიკა, რომ ყველა აქტივისტ, რომელიც არის დაკავებული და მოქალაქეს, რომელიც დემონსტრაციების ფარგლებში არის დაკავებული, 48 საათის განმავლობაში ათავსებენ დროებითი მოთავსების იზოლატორში, რაც თავის მხრივ კიდე ცალკე დარღვევაა. მოცემულ შემთხვევაში თუ კი 48 საათი ისე ამოიწურება, რომ საქმე არ შევა სასამართლოში და ადამიანები არ იქნებიან წარდგენილი სასამართლოზე, უნდა მოხდეს მათი დაუყოვნებლივი განთავისუფლება. ამიტომ დღეს ან 10 პირის შემთხვევაში ჩაინიშნება სასამართლოს ხდომა, ან მოხდება მათი გათავისუფლება და მოგვიანებით მოხდება ხდომების დანიშვნა. 10 პირი ახლა სასამართლო პროცესის ჩანიშვნის მოლოდინშია. თავდაპირველად საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს თორნიკე თოშხუა, აქტივისტი, რომელიც ბანერით ატარებდა ქუჩის გამოკითხვას. მას შემდეგ რაც თოშხუა დააკავეს, ამ პროტესტმა მიიღო უფრო აქტიური ფორმა და ამის შემდეგ არის უკვე 9 ადამიანი დაკავებული. სამოქალაქო აქტივისტები, ვინც ახლა პროტესტში არიან ჩართულები, ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ დევნა არის ამოქმედებული, ამბობენ, რომ მათი პროტესტი არ გაჩერდება და ის მოქმედებები, რასაც ყოველდღიურად აკეთებენ სამოქალაქო აქტივისტები, უფრო მასშტაბურ ფორმას მიიღებს. ამბობენ, რომ დღესაც პირველი საათიდან საქალაქო სასამართლოსთან დაიწყებენ შეკრებას და სწორედ აქ დაელოდებიან თანამოაზრეების სასამართლო პროცესების ჩანიშვნას. Adze მეტი ადამიანი დააკავეს, ხო? პირველ რიგში დაიწყო თოშკუას დაკავებით და შემდეგ მის სოლიდარობის ნიშნად გამოხატეს პროტესტი მოქალაქეებმა, მაგრამ მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომელსაც საერთოდ არც ბანერი არ ეჭირათ, არც არავის წინამდებობა არ გაუწევია. ანუ ეს მწვანე აქვს განთებული რა, პოლიციელებს, ხო? ყველა ვიცი რა ვიცი. ჩადებიდან დაწყებული, ძალადობით დამთავრებული, აი ყველაფრის უფლება აქვს, რა ვიცი. დღევანდელი პოლიცია არის წარმოუდგენელი, რავი, როგორ იქნება ნორმალური სახელმწიფოსთვის. ეს არის რაღაც დაჯგუფება, რომელსაც უთხრეს, რომ აი შენ რაღაც ყველაფრის უფლება გქონს, რაც გინდეს გააკეთე, არავინ ამის გამო არ დაგსჯის რა. ეგ მოცემულობს დღეს. ეს ყველაფერი მეტყველებს ამ რეჟიმის ესე რომ ვთქვათ, უსუსურობაზე. შეიძლება დრო დადგეს ჩვეულებრივი თეთრი ქაღალდის დაჭერის გამოც ადამიანი დააპატიმრონ, გაუშვან ციხეში. არ ვიცი, ამ ხალხს რაღა გამოაფხიზლებს, რა არის წითელი ხაზები, ამათ შეიძლება ეს ხალხი მართლა ქუჩაში გამოიყვანოს და ამ უსამართლობას არ შეეგუება. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ უსამართლობის შემხედვარე მაინც ის ქართველი ერი ადგება ფეხზე, გამოვა გარეთ და
ბოლო-ბოლო ამ უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოли. აკავეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ხელში საპროტესტო ბანერი ეჭირათ. პოლიცია საქართველოს რიგით მოქალაქეებს არიცავს და არის ჩამდგარი მხოლოდ ერთი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურში და სწორედ ბიძინა ივანიშვილის სიტყვის გამო და ბიძინა ივანიშვილზე დასმული კითხვის გამო არიან ეს ადამიანები დაკავებული და სოლიდარობა ყველა მათგანს. ბანერებით ჩატარებული ქუჩის გამოკითხვის გამო დაკავებულია სულ 11 პირი, 11-ვე არის რეგიონის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაყვანილი. დღეს სავარაუდოდ 10 პირთან დაკავშირებით ცნობილი გახდება, ჩაინიშნება მათი სასამართლო პროცესი თუ დაკავების ვადის ამოწურვის შემდეგ მათ რეგიონების წინასწარი მოთავსების იზოლატორებიდან პირდაპირ გაათავისუფლებენ.